და აგვაქვს ჩვენ იდეალური კომბინაცია. ძალიან კარგად იცოდა რაც ელოდა. პროაქტიულ დამნაშავეებს ეხმარება გულგრილობას. შეკერილი აქცენტისთვის. კარგი იყო. მოგესალმებით ერთი წიგნის ერთგულ მაყურებლებს, ჩვენი პოდკასტი იწყება და სანამ წიგნზე საუბარს დავიწყებდეთ, მინდა გთხოვოთ გამოიწეროთ ჩვენი არხი, გამოყვეთ, დაგვიწეროთ კომენტარები. ასევე ძალიან დიდი მადლობა ჩვენ სპონსორს მთისწყალს, რომელიც უზრუნველყოფს აი ამ პოდკასტის არსებობას. წარმოგიდგენთ ჩემს დღევანდელ სტუმარს, ჩვენს ყოფილ ელჩს საფრანგეთში, პროფესორს და გერონტი ქიქოძის პრემიის ფლობელს საუკეთესო თარგმანში ბატონ გოჩა ჯავახიშვილს. ბატონო გოჩა, ძალიან დიდი მადლობა, რომ მესტუმრეთ. ალბათ არა მარტო ჩვენი და გასული საუკუნის, არამედ კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე გაბედულ, მნიშვნელოვან ვაჟკაცურ ტექსტზე სასაუბროთ და დღეს ჩვენ საუბრობთ ემილ ზოლას მე ბრალს ვდებ. აი ამ ტექსტზე. უფრო სწორი როგორ არის, მე ბრალს ვდებ თუ მე ვადანაშაულებ? ჟაკუზ ჟაკუზ ითარგმნება, მოგესალმებით პირველ რიგში და მადლობა მოწვევისთვის, მადლობა ასევე ამ არჩევანისთვის, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწარმოებია თვითონ ეს მანიფესტი და ასევე მნიშვნელოვანი იყო ეს ჟესტი, რაც იმ პერიოდში ემილ ზოლამ გააკეთა. და ორივე თარგმანს ხვდებით ხოლმე, ანუ ბრალს ვდებ, ანუ ვადანაშაულებ, მე უფრო შევარჩიე ბრალს ვდებ. იმიტომ რომ ერთგვარად ბრალს ვდებს, ანუ ვადანაშაულებს. ბრალის დადება უფრო იურიდიულადაც ჭერს ხო? რატომ დაწერა ემილ ზოლამ გაზეთ ორორში ეს წერილი რატომ გამოაქვეყნა? ამას წინ უძღოდა ქართულად. კი, ამას წინ უძღოდა დრეიფუსის საქმე და ნება მომეცით შეგახსენოთ. ალბათ ყველა მიცის, მაგრამ მოდი მოკლედ გავიაროთ რა იყო ეს დრეიფუსის საქმე. ალფრედ დრეიფუსი დაიბადა ელზას-ლოტარინგიის მხარეს, ელზასში, მაგრამ მაშინ ეს მიწები უკვე გერმანიის კუთვნილებაში იყო. მისი ოჯახი, როგორც საფრანგეთის პატრიოტი, გადმოსახლდა პარიზში, მათ ჰქონდათ საშუალება, რაღაც ტექსტილის წარმოება ჰქონდა მამას და ჰქონდათ საშუალება მიეცათ შვილისთვის ისეთი განათლება, რომ მას კარგად ესწავლა, იცოდა გერმანულის, ფრანგულის ბრწყინვალე, წარმოშობით ებრაელი იყო, ეს დეტალი არ უნდა გამოგრჩეს. აუცილებელი და ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია და შეძლებული ოჯახიდან იყო, არანაირი ფინანსური, თქვათ, რაღაც გასაჭირი არასდროს ედგა და ისე აღმოჩნდა მისი სწავლის, შრომისა და პატრიოტიზმის გამო ის აღმოჩნდა გენშტაბის, საფრანგეთის გენერალური შტაბის სამხედრო ოფიცერად მუშაობდა იმ დროს, როდესაც ხდებოდა ეს ცნობილი ამბები ერთშვენიერ დღეს დამლაგებელმა ქალმა, რომელიც იყო საფრანგეთის დაზვერვის
აგენტი, ქალბატონი ბასტიანი, სამუშაო სახელით ავგუსტა, აი ამ ნაგვის 5-დან იღებდა წერილებს და მოქონდა ფრანგული დაზვერვისთვის და სწორედ ასე აი ამ ნაკუწებით მერე აკოწიწებდნენ ხოლმე ფრანგულ სადაზვერვო სამსახურში და მიიღეს წერილი ბორდერო, რომელსაც ეწოდა ბორდერო. ეს იყო ჩამონა. ხო დავაზუსტოთ ვისთან იპოვა, ეს იყო გერმანიის სამხედრო ატაშეს ოჯახში ალაგებდა და იქიდან მოქონდა და კიდევ ერთი რამე უნდა გავითვალისწინოთ. ეს არის საფრანგეთი არის ამ დროს რესპუბლიკა, მაგრამ ძალიან მძლავრობენ მონარქიული ძალები, რესპუბლიკა ყანყალებს შეიძლება ითქვას და ძალიან მუდაშია ორი რამ. ეს არის დაზვერვა, როგორც ბრძოლის იარაღი, რაღაც ამით ყველა ომში მონაწილე მხარე ერთობოდა, ასე ვთქვათ და ცოტა სასაცილო კია ეს ნაკუწებით რო იგებდი ამბავს, მაგრამ მაშინ ეს იყო რეალობა და მეორე, მომძლავრებული ანტისემიტიზმი, რომელიც როგორც ჩანს, მხოლოდ გერმანიის პრობლემა არის, უბრალოდ გერმანიაში განსხეულდა ეს დამოკიდებულება ებრაელების მიმართ. რესპუბლიკას არ ქონდა ნამდვილად კარგად საქმე, ამ წაგებული ომის ტრავმაშიც იყო და აი ზუსტად აი ამ მომენტში ფრანგული სადაზვერვო სამსახური იღებს აი ეგრეთ წოდებულ წერილ ბორდეროს აკოწიწებენ და ნახულობენ რომ იქ არის ჩამონათვალი რაღაც მადაგასკარში სამხედრო ბაზის გახსნაზე 120 მმ-იანი კალიბრის ქვემეხებზე რომელიც შემდგომში ხო აღმოჩნდება რომ სინამდვილეში გამოუსადეგარი იყო და არ აპირებდნენ ბრძოლაში გამოყენებას და ფიქრობენ ვინ შეიძლება იყოს ფაქტია რომ გერმანელებს ესე იგი ყავთ ამბის მიმტანი ფრანგული დაზვერვიდან და ვინ შეიძლება იმ 12 ეჭვმიტანიდან ვისაც ამ ინფორმაციასთან წვდომა აქვს იყოს და რა თქმა უნდა აი ბევრი ფიქრის გარეშე ძირითადად ორმა ანტისემიტმა სადაზვერვო სამსახურის უფროსმა და აი ამ საგამოძიებო ოფიცერმა სანდერმა და ანრიმ გადაწყვიტეს რომ ეს იქნება რა თქმა უნდა ებრაელი დრეიფუსი. რა არგუმენტები ჰქონდა დრეიფუსის წინააღმდეგ? პირველი რომ მან იცოდა გერმანული, ხო ისაოცრება გერმანიაში დაბადებული. გერმანული იყო მისი მშობლიური ენა და ფრანგულად საუბრობდა აქცენტით. კი. და ეს აღიზიანებდა მაშინ ფრანგებს, ფრანგ ოფიცრებს და ერთგვარი ანტისიმპათია, თითქმის ზიზღი იყო მის მიმართ, იმიტომ რომ ჯერ ერთი იყო მდიდრული ოჯახიდან, მერე ცოლი რომ მოიყვანა, ის კიდევ უფრო მდიდარი ბრილიანტების კომერსანტის ოჯახიდან იყო მისი მეუღლე და ანუ ეს კიდევ ის ფაქტორი რომ მას დაუშვათ ის ამას არ ჩაიდენდა ფულის ხო ეს არის კი მაგრამ აქ თავარი აქცენტი იყო იმაზე რომ უმთავრესი რო არის ებრაელი იმჟელეს ლოგიკურად ვინ შეიძლება ყოფილიყო ან ნაკლებად პატრიოტი და გადახედეს და ესეთი იყო დრეიფუსი რომელსაც სხვათაშორის რეკომენდაციებს სასწავლებელშიც და ჯარშიც აძლევდნენ რომ ის იყო მოწესრიგებული, დისციპლინირებული, არის გერმანული გავლენა ზუსტად აქ იგრძნობდა ძალიან განათლებული კარგი პატრიოტი სამხედრო, მაგრამ ხასიათით და მისადმი სიყვარულით სხვა დანარჩენი კოლეგები არ გამოირჩეოდნენ და რაც თავია კიდევ ყავდათ სადაზვერვო სამსახურს ყავდა აი ამ ხელნაწერით მაშინ ესეთი რადგან ეპისტოლარული მიმოცვლა იყო ინფორმაციის ადამიანები ვინც იკვლევდა ხელნაწერით ადგენდა სხვის იდენტობას და აი ესე ზედაპირულად დაადგინეს რომ ეს დრეიფუსის ხელწერა. პირველმა ექსპერტმა ხო, ის რო თქვა ძალიან კარგად აღწერეთ ის პერიოდი და ეს პოლიტიკურ მგრძნობელობასაც ეს ალბათ განაპირობებდა, იმიტომ რომ 1970 წლის შემდეგ ძალიან მწარე მარცხი განიცადა საფრანგეთმა პრუსიასთან და ეს ერთგვარად მორალურადაც დასუსტებული იყო და თითქოს რაღაც შიგნით ეძებდა და სულ ჰქონდათ იმის შიში რომ აი კიდევ ჯაშუშები ჩანერგილი ხალხის და ასე შემდეგ რომ ამ ჯაშუშობას კიდევ უფრო მეტად არ დაეზარალებინა რესპუბლიკა და ეს მესამე რესპუბლიკა ამ პერიოდში საერთოდ მესამე რესპუბლიკა იყო ძალიან რთული პერიოდი და ეს განსაკუთრებით ომიდან დამარცხებული საფრანგეთი იყო ფსიქოლოგიურადაც გატეხია ერთგვარი
ნერვული აშლილობა ჰქონდა მაშინ პოლიტიკურ ხელისუფლებასაც და აქ ჩვენ ძირითადად ვისაუბრებთ უფრო სამხედრო ხელმძღვანელობაზე, რა თქმა უნდა, პოლიტიკურიც ჩაერთო, იმიტომ რომ სახელმწიფოს გონის, ესე ვთქვათ, პრესტიჟის საკითხი დადგა და პირველმა ექსპერტმა, რომელსაც წააკითხეს, რომელიც სასამართლო ექსპერტი იყო, რომელიც ყველა დაუშვათ ხელნაწერის ექსპერტიზას აკეთებდა, მან რომ ნახა ეს ხელნაწერი, თქვა რომ ეს შეიძლება სულაც არ იყო დადასტურებულად, არ უთქვამს მას რომ ეს იყო დრეიფუსის, ალფრედ დრეიფუსის ნაწერი, მან თქვა რომ ეს შესაძლოა გარკვეული მსგავსება და შესაძლოა იყოს სხვისი ნაწერი. სამი იყო რომ დრეიფუსის და ორი არადასტურებდა. მაგრამ ვინაიდან სურვილი იყო იმდენად ძლიერი სამხედრო შტაბში რომ ეს ყოფილიყო დრეიფუსის, იმიტომ რომ ის იყო სამაგალითო მსხვერპლი, დაუშვათ რომ ერთგვარი ისიც იყო მიზანი რომ ის სამაგალითოდ დაჯილიყო როგორც ებრაელი, როგორც ცოტა შერეული წარმოშობის ეთნიკურად და აი რამოზდის მოღალატეებს რო ეჩვენებდნენ. და აქ ყველაზე კარგად ჩანს, ვინც ამ საქმეს გაეცნობა და შეგიძლიათ ეს ამბავი დაიწყოთ ჩვენი პოდკასტი და ასევე ფილმით პოლანსკის ოფიცერი და ჯასუში და ფრანგულად ჟაგუს თქვია. ბოდიში არასწორი აქცენტისთვის თქვენ მომიტევეთ პირშიგუს. კარგი იყო. და აქ ჩანს აი რამხელა როლი აქვს წინასწარ განწყობას ზოგადად ქვეყნის ადამიანის და საზოგადოების ცხოვრებაში. აი როცა რაღაც გინდა გეჩვენება რომ ხელნაწერი იქნება დრეიფუსის. და რამდენად მნიშვნელოვანი აი სამხედრო მანქანა ადამიანის წინააღმდეგ როგორ იწყებს მუშაობას, სასამართლო როგორ იწყებს და ამის შემდეგ დრეიფუსის სასამართლო იმართება, სადაც მას ადანაშაულებენ და კიდევ ჩნდება რაღაც საიდუმლო დოკუმენტი შვარცკოფენისა და მისი იტალიელი კოლეგის მიმოწერა, რომელიც სასამართლო უკვე როდესაც ხდომა იმართებოდა, ანუ გადაწყვეტილება რომ უნდა მიიღოს, იქ ჩნდება ისე რომ არც დრეიფუსმა იცოდა, არც მისმა ადვოკატმა ეს ამბავი და დრეიფუს ღირსებას პატივს აყრიან, ჩამოართმევენ ამ თავის ყველანაირ სამხედრო ატრიბუტიკას და გადაასახლებენ ეშმაკის კუნძულზე. პიკარიც ესწრება ამ ყველაფერს, ეს გვარი დავიმახსოვროთ და უნდა ვთქვათ ასევე, რომ ისიც იყო ანტისემიტი, როგორც მაშინ ბევრი სამხედრო და მონარქისტული ძალა და სამხედროები საფრანგეთში. გამოირჩეოდა ამ ანტისემიტიზმით ისევე როგორც ანრი და სანდერი, მაგრამ რაღაცნაირად მას გულზე მოხვდა დრეიფუსის სასოწარკვეთილი განწირული ყვირილი მაშინაც კი როცა უკვე მიუსაჯეს, რომ არ არის დამნაშავე, რომ მას არ უღალატია ფრანგული სახელმწიფოსთვის. დრეიფუს გადაასახლებენ და ალბათ ყველა დაივიწყებდა რომ არა მისი ძალიან ყოჩაღი ძმა მატიო დრეიფუსი და ცოლი მათთან ჰქონდა მიმოწერა უმძიმეს პირობებში ცხოვრობდა დრეიფუსი და ამ დროს ხდება საფრანგეთში აქ უკვე ვთქვათ რომ იღბლიანი ადამიანი იყო დრეიფუსი რადგან ამის შემდეგ უკვე რაღაცეები ეწყობა მის სასარგებლოდ კერძოდ ის რომ სანდერს თანამდებობაზე ცვლის თანამდებობაზე რომელიც უნდა და ანრის ცვლის აც უკვე ნახსენები ჩვენს მიერ ნახსენები პიკარი და მე ვთვლი რომ ეს იყო ძალიან პერსპექტიული ესეც უნდა ვთქვათ იმიტომ რომ რა გასწირა ანუ პიკარმა იცოდა რომ თუ როგორც კი იგრძნო რომ აქ რაღაცა ისე ვერ იყო მოусმინა დრეიფუს აიღო მთელი სტომები წაიკითხა ნახა რომ შეკერილი იყო ეს საქმე, ანუ რაღაც ლოგიკურად ვერ ეწყობოდა, ბრალდება, ფაქტები, ფაქტობრივად არაფერი იყო ხელმოსაკიდი. კი, და ამას კიდევ დაემთხვა ესტერჰაზის წერილი, აქ უკვე შემოდის პერსონაჟი ესტერჰაზი, რომელიც დაწინაურებას ითხოვდა, ალბათ იმიტომ, რომ მეტი ინფორმაცია მოეპოვებინა ამ ესტერჰაზის, რომელიც უნგრელი წარმოშობის ფრანგი იყო, დედა ყავდა უნგრელი და მამა ფრანგი თუ პირიქით აღარ მახსოვს, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, ესეც იყო ანრისთან დაახლოებული პირი, რომელიც ცდილობდა, ეხლა არის საუბარი ორმაგი აგენტი იყო თუ ერთმაგი აგენტი იყო, მოკლედ და ასევე წერილი რომ დაწერა პიკარს
რომელიც იყო ჭკვიანი, სინდისიერი, პროფესიონალი და დიდი მომავლის მქონე, ძალიან სწორად აღნიშნეთ გოჩა, იმიტომ რომ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სასწორზე რა ასდებდა. პარადოქსი ის არის, რომ ზუსტად პროფესიონალები დებენ ხოლმე სინდისის გამო უფრო მეტად სასწორზე თავის კარიერას, ვიდრე არაპროფესიონალი და უსინდისო ადამიანები და ტყუილად არ მომიწვევი ხარ ზუსტად თქვენ ზოლასე და პიკარზე სალაპარაკოთ. და ეს არის კაცი, როგორიც მხოლოდ წიგნებში ამოგვიკითხავს. არ აპირებს აი ამ შეუსაბამობის მიჩმალვას და დამალვას და ალბათ მიუხედავად იმისა, რომ ჭკვიანი და რაციონალური კაცი იყო, ცოტა გაოგნებულიც არის, რომ ეუბნებია, რომ ნუ დაიკიდე ხა დრეიფუსი სადღაც ზის იჯდეს და აი ეს ახალი დრეიფუსი არ გვინდა, იმიტომ რომ ის ამტკიცებს, რომ ესტერჰაზის გამოჩენა ის ამსგავსებს ესტერჰაზის კალიგრაფიას იმას, რომელზეც ეს ბორდერო დაიწერა. აქვს მერე ჩუმად ისევ აი ამ კალიგრაფიის ამოცნობთან და ის ეკითხება, რომ ეს ის ნაწერია, რითიც ბორდერო დაიწერა და ის ამბობს, რომ ხო ეს დრეიფუსის ხელი და ასე ამტკიცებს ირიბად, რომ ეს არ არის დრეიფუსის დაწერილი, იმიტომ რომ გერმანულ აი შვარცკოპენს ისევ მიეწოდება ინფორმაცია ფრანგული ანუ ეს ინფორმაციის გაჟონა გრძელდებოდა თანაც ჭკვიანი ადამიანი იყო ნამდვილად პიკარი და რამდენიმე თვე ელოდა, იმიტომ რომ ფიქრობდა რომ ეს ამბავი თავიდანვე რო ეთქვა ძალიან არ დააფალსტარდა. ზუსტად და ცდილობდა რომ დარწმუნებულიყო ჯერ ვიდრე ამაზე საუბარს დაიწყებდა და თავის იერარქიასთან მივიდა, მე იცით რომ მივიდა უთხრა რომ სერიოზული ეჭვი ჰქონდა რომ დრეიფუსი უდანაშაულო იყო და რომ მათ რიგებში იყო რეალურად ჩანერგილი აგენტი, რომელიც ინფორმაციას გასცემდა და გარკვეული არგუმენტაციაც წარუდგინა უფროს და მან მისმა უფროსმა ანუ შტაბის უფროსმა მაშინ რომ გაიაზრა ამას რა მოყვებოდა რომ ფაქტობრივად მთელი შტაბი გადაყვებოდა ამას და უამრავი ადამიანი იყო ჩართული იმაში, რომ დრეიფუსი გამტყუნებულიყო, რა თქმა უნდა, ცრუ მოწმეები, სასამართლოზე მოწმეები ადებდნენ ხელს დრეიფუსს და არაფერი ჰქონდათ რეალური სამხილი, ხელმოსაკიდი სამხილი, როგორც იცით და ასე იმ მეხსიე, რომელიც მაშინ შტაბს ხელმძღვანელობდა მაღალჩინოსანი სამხედრო იყო, ფაქტობრივად სამხედრო საიდუმლოების შემცველი დოკუმენტაცია ისე მიაწოდა სასამართლოს, რომ მხარეს არ მისცემია საშუალება, რომ ამ ბრალდებულებზე დაეცვა თავი და ფაქტობრივად ამან გადაწყვიტა ის, რომ ცალსახად გამოაცხადეს დრეიფუსი დამნაშავედ და გადაასახლეს იმ ეშმაკის კუნძულზე გვიანაში, სადაც ფაქტობრივად ძალიან რთული იყო, ცოცხალი დარჩენილი იყო, იმიტომ რომ იყვნენ გველები და ღამეთ საწოლზე მიბმულს ეძინა. საწოლზე მიბმულს ეძინა და ფაქტობრივად რამ თითქმის 5-4 წელიწადზე მეტი ფაქტობრივად საუბარი არ შემდგარა არავისთან გარდა თითო ფრაზიანი სიტყვის რომ ექიპს დაუძახეთ ან საჭმელი ან რაღაცა. და როდესაც ალბათ იცი რომ ტყუილად ზიხარ ციხეში. კი. ეს არის ასმაგად რთული. ძალიან რთული. და აქ კიდევ შემოდის, ჩემთვის ძალიან ნიშანდობლივი იყო გარდა იმისა, რომ აი ეს რაღაც სამხედრო, ვითომ სამხედრო პრიორიტეტებისა და შეთქმულების თემა და ეს რაღაც ფსევდოსიამაყე თუ სურვილი და რესენტიმენტი აი ამ წაგებული ომის მიმართ, როგორ თელავს ერთი ადამიანის ღირსებას და კიდევ ძალიან მნიშვნელოვანია ეს გულგრილობის თემა, მაგალითად აი საგარეო საქმეთა მინისტრი განოტო ატყობდა, რომ რაღაც ისე არ იყო, როგორც დრეიფუსის საქმე გავდა შეკერილს, ვინც დაინტერესდებოდა, ყველა მიხვდებოდა, რომ სამხილები არ არის საკმარისი და გერმანულის ცოდნა და რაღაც კალიგრაფიის არადადასტურა მიმსგავსება არ არის სამხილი, გადაწყვიტა, რომ ჯობია ამ ამბავში არ ჩაერიოს. ზოგჯერ სუსტადაც გულგრილობა, ხმის არ ამოღება, წაყრუება კიდევ ეხმარება აი ამ პროაქტიულ დამნაშავეებს ეხმარება გულგრილობას და ესეც ძალიან კარგად ჩანს ამ საქმეში, მაგრამ საბედნიეროდ გამოჩნდა დრეიფუსის ცხოვრებაში ჯერ პიკარი, რომელიც თან იცოდა, რომ ღიად ვერ დაუპირისპირდებოდა სამხედროებს და ყავდა ძალიან კარგი ძმა, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი დედმამიშვილები და ოჯახიც ესეთი, რომელიც გვერდში გიდგას და როდესაც ჯეროდათ მის უდანაშაულობის და არ გაჩერდა და ყველგან პიკარი დარწმუნდა, პიკარს არ ქონდა არანაირი წინასწარ-განწყობა და სწორედ ამიტომ აღნიშნე, რომ მეტიც ის საერთოდ ანტისემიტიც კი იყო, ასე რომ მაგიტოა დასაფასებელი რომ
კი, სიმართლე ნამდვილად. დააყენა, ჭეშმარიტება ყველაფერი დააყენა. საკუთარ სტერეოტიპებზე, საკუთარ სამსახურზე, საკუთარ პირად თავზე კარიერაზე. გაიმარჯვა ფაქტობრივად. კი, ჩემთვის ამიტომ ეს კაცი არის იმ ცოტა რეალურ ადამიანებს შორის, რაღაც ახლა ფილმში წყოლია, რომ მაგალითად 12 განრისხებული მამაკაცის ეს არქიტექტორი პერსონაჟი ჩემთვის იდეალია, აი ამ სამართლიანობისა და კაცობის, მაგრამ პიკარი მართლა არსებობდა და მართლა მოხდა ეს და ეს არის ზუსტად რაც კაცობრიობის მიმართ სიყვარულს და იმედს გვინარჩუნებს, ხო? ისინი მიდიან ემილ ზოლასთან და უყვებიან ამ ამბავს, მაგრამ პიკარი ამბობს, რომ პიკარი თვითონ ვერ მიდის, მაგრამ აძლევს აი ამ დოკუმენტაციას, რომელიც მას მოეხმარება და ემილ ზოლა აქვეყნებს წერილს, რომელიც მთელ მის შემოქმედებას, რომელიც ითვლება, რომ ნატურალიზმის მამაც არის, რეალური ცხოვრებისაც და მეცნიერიც, კვლევარის უნიჭიერესი ადამიანი, მაგრამ ამ წერილით ის დარჩება იმ იშვიათ მწერლებს შორის, რომლის ტექსტიც და ადამიანობაც ასე არაჩვეულებრივად ემთხვევა ერთმანეთს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მწერალი ყავს, რომელიც ცუდად იქცეოდა და კარგად წერდა, ან კარგად იქცეოდა და ცუდად წერდა. და აგვაქვს ჩვენ იდეალური კომბინაცია. ნამდვილი ვაჟკაცის, ინტელექტუალური ვაჟკაცის პირველ რიგში, ჩემთვის ვაჟკაცობა ესაა, პიკარისა და ზოლას და არ გაგეცინათ ალბათ თქვენც, რომ იმ წუთას რომ ზოლა გახდა და იტალიელი, როგორც კი რაღაც სიმართლის დადგენა დაიწყო ფრანგებისთვის, ეგრევე გახდა იტალიელი, ხო? და ზოლას ხო რა კი მივედი თან ეს იყო როცა პიკარიც დააპატიმრეს ფაქტობრივად პიკარი დაპატიმრებული ამის მერე მოასტრო გაგზავნა რაღაც კი ყველა მას ანუ არ გაჩერებულა პიკარი ჭკვიანი ადამიანი იყო და იცოდა რაც ელოდა იცოდა როგორ შემოbrunდებოდა საქმე იცოდა რომ ბევრი იყო გარეული თავად სამხედრო შტაბში რომ პოლიტიკოსები მათ შორის სენატში პარლამენტში იყო ბევრი, რომელიც შესაძლოა პირდაპირ არ იყო დანაშაულში დაკავშირებული, მაგრამ raison d'état, ანუ სახელმწიფოს ღირსების საკითხიც, ანუ ფიქრობდნენ აბა სახელმწიფოს ხო არ გავამტყუნებთ, ანუ ისევ ჯობდა რომ ერთი კაცი, უდანაშაულო კაცი გაწირულიყო, ვიდრე აღმოჩენილიყო ან თავადვე დაეგმოთ მე რომ სახელმწიფოს დონეზე ამ სამხედრო მართლობის დონეზე მოხდა შეცდომა, უსამართლობა და რომ ამ შემთხვევამ შეიწირა უდანაშაულო კაცი. ალბათ გახსოვთ რომ ვიდრე გადაასახლებდნენ, ვიდრე სასამართლო მიიღებდა გადაწყვეტილება შტაბში რომ დაიბარეს, მას უკარ ნახეს იგივე ტექსტი რაც იმ უწყიში ეწერა, აბა დაწერა. სამოქალაქო ტანსაცმლი დაიბარეს და დააწერა. მოდითო, იმიტომ რომ იმას ეგონა რომ რაღაც სტაჟირება დაამთავრა და ეს ეთყობა ამის ანგარიში მოსმენა უნდა ჩემგანო და დრო დაწერა, რომ უთხრეს რომ შენ ანუ იგივე ტექსტი უკარ ნახეს და თან მალმალე ეუბნებოდნენ რომ ეს ძალიან სერიოზული ამბავია და შენ როგორ გადაურჩები არ ვიცით ამაზე საერთოდ აინუნში არ იყო რომ ამბობენ რაზე მეკითხება ვერც კი ხვდებოდა იმიტომ რომ რა უნდა ეფიქრა როცა ადამიანი აბსოლუტურად ცამდე მართალი იყო ამ საქმეში და იქვე უთხრეს რომ თქვენ ბრალი გედებათ სამხედრო სახელმწიფო ღალატშიო და ასე შემდეგ და ეს ფაქტობრივად აქედან დაიწყო მისი ესე ვთქვათ აი ტანჯვა და εμის თქმა მინდოდა რომ შემდეგ ზოლაც როცა ამბობს რომ არ შეეძლო მას გაჩუმება, ანუ მან თქვა რომ სიმართლის თქმის გაბედულობის ვალდებულება აქვს ყველა ინტელექტუალ ადამიანს და რომ ის მიიჩნევდა რომ ჭეშმარიტი ინტელექტუალი ადამიანი არის ის, რომელიც თავის ინტელექტუალურ ნიჭიერებას, თავის შემოქმედებას აფუძნებს სიმართლეზე და ჭეშმარიტებაზე. და ინტელექტუალურ ნონკონფორმიზმს იჩენს. რასაკვირველია და რომ ის პოლიტიკური ნიავის მიხედვით არ ორიენტირდება თავის სიმართლეში. რომ მიაჩნია რომ სიმართლეს არ აქვს დროშა, არც პოლიტიკური ფერი, რომ სიმართლე არის მისი მრწამსის შესაბამისი ერთი და რომ ის უნდა ემსახუროს მას. შესაძლოა რომ აღმოჩნდეს რომ ის აბსოლუტურ ჭეშმარიტებას არ ფლობს, ვინ ვართ ამისგან დაზღვეული, ხო, ყველა თავის ჭეშმარიტების ჭიშკართან ელოდება ამ ჭიშკრის გაღებას, მაგრამ ის რისიც გწამს, როცა
ერთია იცი რომ ჭეშმარიტებას უნდა ემსახურებოდეს, სიმართლეს უნდა ემსახურებოდე, მით უმეტეს ინტელექტუალ ადამიანებს, მწერალს, რომელიც ჰუმანიზმის განსახიერება უნდა იყოს, მათ მოუწოდებდა სწორედ უფრო მეტად ემილ ზოლა, რადგან უფრო პოლიტიკოსებს ან სამხედრო მოსამსახურეებს შესაძლოა რომ რაღაც თავისი გარკვეული პოლიტიკური ან სამხედრო ვალდებულებებით თავშეკავების ვალდებულება ჰქონოდათ და შესაძლოა რაღაცის გამო შეეკავებინათ თავი რომ ხმა ამოეღოთ, მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც აკადემიური წრის ინტელექტუალები, მწერლები, ხელოვანები, რომლებმაც იცოდნენ სიმართლის ფასი, იცოდნენ, ასევე ხვდებოდნენ რომ უდანაშაულო ადამიანი ისჯებოდა, იმიტომ რომ დაკვირვებული ადამიანისთვის ადვილად შესამჩნევია, როცა აბსოლუტურად კავკას პროცესი გაგახსენდებათ ხა თქვენს გადაცემაში არაჩვეულებრივი გადაცემა გქონდათ, როცა ადამიანი ვერ ხვდება რას აბრალებენ დაახლოებით იგივე, აი თუ შეიძლება რაღაცა და ალბათ ასეთი უმწეო არ ხარ, როცა ვერ ამტკიცებ რომ მართალია. საშინელება, როცა ფაქტობრივად მე ფიქრდები მართლა მე ხო რაღაც ჰიპნოზურ მდგომარეობაში ხარ ჩავიდინე რამე რომ კი და ინტელექტუალისტვის ჯანსაღი სკეპსისის ჩაკლა საკუთარ თავში, იმიტომ რომ უბრალოდ თანამდებობით იყო ინტელექტუალი, არის აბსოლუტურად გამორიცხული რამ. გვინახავს ინტელექტუალები მაგალითად, რომლებიც მხარს უჭერდნენ ნაცისტურ გერმანიას, თქვათ ჰაიდეგერი, მარტინ ჰაიდეგერი, გაგიკვირდება, ხო, ან კნუდ ჰამსუნი, მაგრამ აქ კიდე ფიქრობ, რომ ისინი აი ამ იდეოლოგიას იზიარებდნენ და ცდებოდნენ. ეს იყო მათი უმძიმესი შეცდომა და იასპერსივით ვერ აზროვნებდა, მაგრამ აი ეს აშკარა თვალის დახუჭვა, რომ ვიღაცა შეიძლება კატორღაში უსამართლოდ იჯდეს და მოდი არაუშავს. ეხლა ერთი კაცით, ერთი ებრაელით მეტი თუ ნაკლები. ზუსტად, აი ეს გახდა სწორედ რომ განაღირს თუ სახელმწიფოს ღირსების საკითხი დგას აქ, რომ დაეgaიწიროს ის ერთი ადამიანი. დაიქნების სახელმწიფოა ღირსეული, რომელიც ერთ ადამიანს არ გაწირავს ეფემერული გამარჯვებისთვის. სწორედ ეს არის, რომ სახელმწიფოს სწორედ ეს არის ვალდებულება, როცა ამ შრალი კანონებით და ხანდახან მე კანონი ხდება, სწორედ ეს სადამსჯელო ელემენტი და ეს კანონი ხო ზუსტი მეცნიერება არ არის, შეიძლება კანონში ეწეროს გარკვეული ფრაზა, რომელიც ინტერპრეტაციის მრავალი ინტერპრეტაციის საშუალებას კანონი მიიღო, რომ მაგალითად თუ უცხოეთში ხარ, ხმას არ მისცემ. რა ვიცი, ეგეც კანონია. ხა კანონიც შეიძლება იყოს აბსოლუტურად უკანონოდ მიღებული. ბუნებრივია, ბევრი ტირანული და ავტოკრატიული ქვეყნების ხელისუფლება ვიცით, რომელიც კანონის საფუძველზე მოქმედებდა და თავის დროზე გერმანიას სხვათა შორის, რომელსაც დრეიფუსის საქმეც ნახსენები აქვს თავის ტოტალიტარიზმზე წიგნში, ზუსტად აიხმანის საქმეში მე ამ კანონს ახსენებდა, ეს პასუხი ჰქონდათ ნაცისტური რეჟიმის ჩინოვნიკებს, რომ კანონს ვასრულებდით რა, არ შეგვისრულებია და ის მოსამართლეც თავს იმით იმართლებს, რომ მე აი კანონი მქონდა სახელმძღვანელოდ, მაგრამ ნებისმიერი ადამიანისთვის უნდა იყოს კანონთან ერთად თუ არსებობს რაღაცა კეთილი გონების დარჩენილი, ის ჰუმანური მიდგომა, კანონისა და იურიდიულსა და სამართლიანს შორის, რომ ერთგვარად აი რამდენად სამართლიანია ის გადაწყვეტილება, რომელსაც შეიძლება კანონის მიხედვით და კოდექსში ჩაწერილი ფრაზების მიხედვით, აი თითქოს უსულგულოდ უემოციოთ ეს ხომშრალი ტექსტი ერთგვარი და არ ითვალისწინებს იქით არც ადამიანურ ფაქტორს, არც მე არ ვამბობ, რომ ყოველთვის უნდა რაღაც ეს ადამიანური, ჰუმანური ან ემოციური ფაქტორები წამოვიდეს, ანუ ამის პრიმატიას არ ვამბობ, მაგრამ მაშინ როცა ეს კანონს მიუყენებთ, ანუ როცა სახელმწიფო კანონს იყენებს როგორც დასჯის ელემენტად, დასჯის მექანიზმად და დაცვის და არა იცავს და როდესაც კანონი ორიენტირებულია რაღაცა თითქოს მე ეს სახელმწიფო აპარატიც, აი სახელმწიფო მექანიზმიც უკვე ამ მექანიზმის დეჰუმანიზაციას ვიღებთ და თითქოს ადამიანი აღარ არის ღირსების მატარებელი,
აქტორი ქვეყანაში სახელმწიფოში. თუ გავითვალისწინებთ, რომ ზოგადად სახელმწიფოც და კულტურაც შემზღუდავია ადამიანის თავისუფლებისა, ზოგჯერ კეთილშობილური და ზოგჯერ არაკეთილშობილური მიზნებით, ნებისმიერი კანონის მექანიზმი არის მიმართული იმაზე, რომ რაც შეიძლება ნაკლებად დაზარალდეს ინდივიდი, აი ამ სახელმწიფო მანქანასთან და ნებისმიერ სისტემასთან, თავისი სამეზობლოშიც კი. ნაკლებად დაზარალდეს. კანონებს იღებ იმისთვის, რომ თავი იგრძნო დაცულად და არა დასჯილად. და მით უმეტეს ინტელექტუალს როცა ლაპარაკობთ გადასარევად აღნიშნეს, ხა ინტელექტუალის ვალი არის არ იყოს გულგრილი. გულგრილი ადამიანი ნიშნავს აზროვნებაზე უარის თქმას, სააზროვნო პროცესიდან გამოთიშვას. სააზროვნო პროცესში ჩართულობა კი პირიქით ნიშნავს, რომ ეს სკეპსისი მუდამ გაქვს რაღაც აპლომბით მიღებული გადაწყვეტილების მიმართ. შეიძლება ზუსტადაც უნდა ხვდებოდე, როდის ღირს სახელმწიფოს მხარეს ყოფნა და როდის არა, მაგრამ ამას როგორც წესი ბოროტად იყენებენ ხოლმე მერე სახელმწიფო მოხელები, რომ მოდი ცოტა ერთი დრეიფუსის გამო ეხლა ნუ ჩამომინგრევ, ისედაც ნაომარი ქვეყანა ვართ, უმგლება 1000 მანიპულაცია შეიძლება, მაგრამ ზოლამ თან მაშინ კიდე იცით რაზე გავგიჟდი და რა იყო აღმაფრთოვანებული. რამხელა ძალა ქონდა ტექსტს გაზეთში. ისე რომ აი ამ ანრიმ, ვისაც თავის დროზე პიკარის ადგილი უნდა და თავი მოიკლა ამის გავრცელებისა და ამ ამბის სააშკაროზე გამოტანის შემდეგ. კი, ანუ ამ ამბის შემდეგ მოხდა სწორედ ან კიდევ ის იყო რომ სენატში გამოვიდა მაშინ თავდაცვის მინისტრი, რომელმაც სენატში ააფრიალა, ანუ დაეყრდნო ანრის მიერ მიწოდებულ დოკუმენტებს და თქვა რომ მე აი აქ მაქვს 3 დოკუმენტი და ერთხელ და სამუდამოდ იცოდეთ რომ დრეიფუსი არის დამნაშავეო. და ანუ ფაქტობრივად სახელმწიფოს პოზიცია გააჟღერა სენატში და დაეყრდნო ანრის მიერ შეთითქმის შეკოწიწებულ და ანუ გაყალბებულ დოკუმენტს, მე ისიც დადგინდა რომ სპეციალისტი ანრის მიერ გაყალბებულ. რა თქმა უნდა რომ საკუთარი პოზიციები გაემყარებინათ და ეს რაც ვახსენეთ შეტანილი რაღაც დოკუმენტი სასამართლოს ხდომაზე, აი ეს საქართველოში რო ხდება ხოლმე რაღაც დაჯღაბნილს რო გვასაღებენ. შეკოწიწებული, ანუ აწყობილი იყო და იქ ფაქტობრივად დრეიფუსის ასოებით ჩამატებული იყო და ეს ფაქტობრივად დადგინდა ექსპერტიზმით და მინისტრმა დაიბარა და რომ დაუსვა კითხვა რომ ეს ყალბია თუ არაო ანრის მოუწია რომ ეღიარებინა და მეორე იმავე დღეს დაიჭირეს და ხო ციხეში და ციხეში თავი მოიკლა თუ მოკლეს ეს კიდევ მეორე მე ვიცოდი რომ თავი მოიკლა ყელგამოჭრილი იპოვეს მაგრამ ამას ახლა დღეს ვეღარ გავიგებთ მაგრამ იყო ეჭვები რომ ვინაიდან ის აღმოჩნდა ციხეში მას შეეძლო ბევრი რამე თქვა, იმიტომ რომ გამოძიება ხელახლა დაიწყო გამოძიება და შესაძლოა ისეთი ადამიანები დაესახელებინა, შესაძლოა ისეთი ფაქტები ეთქვა მერე გამოძიებისთვის უკვე ესეთ პატივაყრილ ამ ხელა თანამდებობის ოფიცერს რომ და იყო ვარ წამიკითხავს რომ იყო ვარაუდების შესაძლოა რომ ეს იყო ასევე კვლელობაც. თუმცა რასაკვირველია არა ყველა საუკუნეს აქვს თავისი გამოწვევა ვინ ციხეში ეპშტეინის არ იყოს მოკლეს თუ მოკვდა სულ გვაქვს ეს დილემა და ასევე დიდი მადლობა უნდა ეთქვას გაზეთის რედაქტორსაც კლემანსოს რომელიც რომ არა პოლიტიკოსი დროები წასული პოლიტიკოდან და აი ჩემთვის რატომ მიყვარს ეს ამბავი ჩემთვის რატომ არის საინტერესო რომ რამდენიმე სინდისიერი ჭკვიანი ინტელექტუალური ადამიანის ერთობით ურთიერთდახმარებით ისეთი წაგებული, ისეთი განწირული საქმეც კი შეიძლება დღის სინათლეზე თუ ურთულესი, ჩახლართული 12 წლის განმავლობაში ხან გაამართლებდნენ, ხან ბოლომდე ვერ გაამართლეს ხო ეს პროცესი. თვითონ შეწყალებაზეც აი ეს ადამიანური სისუსტე, რომელიც პიკარისთვის ცოტა ის იყო, პიკარს უნდოდა რომ უდანაშაულობა დამტკიცებულიყო. მაგრამ დრეიფუსი ალბათ იქ ციხეში ყოფნა მათ ამ უსამართლობამ გატეხა შეწყალებაზე თქვა თანხმობა და კი თვითონაც დიდხანს ჭობდა რამდენად ღირდა მაგრამ იმდენად რთული იყო მისთვის
ის პატიმრობაში გატარებული წლები, რომ კი, მხოლოდ ზედაპირული ადამიანი თუ იტყოდა, რომ რატო გამოხვედი, მაგრამ პიკარს კიდე სხვა მორალური უფლება ჰქონდა, ნდომებოდა საქმის ბოლომდე მიყვანა და მივიდა კიდევაც ძალიან დიდი ხნის მერე და ერთ დეტალს დავამატებ, რომ ვაჩვენო მთელი აი ამ იმასწლეულის ჯოჯოხეთ, რომ დრეიფუსის შვილიშვილი მოკვდა ოსვენციმში. ანუ აი დაამთავრა და ეს დატანჯი ოჯახი კიდე მათი ბედი გაგრძელდა ტრაგიკულად და ზუსტად ამაზე ამბობდნენ, რომ არ დაწყებულა და არ დამთავრებულა გერმანიაში ეს ანტისემიტიზმი, ეს იყო ევროპაში, ზუსტად მაშინ ჩამოყალიბდა ეს რაღაცა სიონისტური იდეა, რომ ხო არ ჯობია ევროპას გავეცალოთ და საკუთარი სახელმწიფო ქონდეს, იმიტომ რომ აი ეს ნიშნები გახსოვთ მე დაიყო დრეიფუსის ტება და ანტიდრეიფუსი ცალსახა კი აი ხას პოლიტიკურ პოლარიზაციას გაგახსენებთ და მით უმეტეს მედიაშიც რა კი ხა ჩვენც მედიაში ვართ კლემანსოს მეც მინდა ხე კლემანსო პოლიტიკაში ყოველთვის დიდი სიმპათიებით ჩემთვის არ გამოირჩევა მით უმეტეს ჩვენ პირველი რესპუბლიკის მიმართ არ გვწყალობდა დიდად მაგრამ იმ პერიოდში თუ ისე პიკარის სტანდარტებით თუ შევხედავთ შეიძლება მაშინ საქართველოს პირველი რესპუბლიკის მიმართ არ იყო გამორჩეული მხარდამჭერი მაგრამ აი მაშინ ავრორის ოღეღის რედაქტორობის დროს მან ძალიან ვაშკაცურად აიღო თავის თავზე და დაბეჭდა მაშინ Le Figaro-ც La Libre Parole ანუ თავისუფალი სიტყვაც კი აი დღეს რომ მედია ორი იმდენად პოლარიზებულია ორი იმდენად რადიკალურად განსხვავებულ პლატფორმაზე მუშაობენ თითქოს არსებობდეს სხვადასხვა ჭეშმარიტება სხვადასხვა ინტერპრეტაცია ერთი და იგივე მოვლენის ესეთი სიტუაცია იყო ამიტომ ხშირად ესე უნდა შევხედოთ ხოლმე ჩვენს სიტუაციას ცოტა ეს ოპტიმიზმი რომ გამოვხატო რომ ეს არ არის საქართველოს ექსკლუზივი რომ ეს ზოგადად ხელისუფლების ბოროტი ბუნების ამბავია და შემდეგ აქედან გამომდინარეობს ყველაფერი და მართვის მექანიზმი აგერ ეს დრეიფუსის საქმე საფრანგეთში რამდენი სხვა ახლა ლიტერატურული პარალელები რო ვთქვათ იმდენი მაგალითი შეიძლება მოვიყვანოთ ხა ნელსონ მანდელას ამბავი ზოგიერთი ჩვენი დროის უკვე გმირი თავის დროზე იმ ხელისუფლებისთვის ზოგი ტერორისტად იყო შერაცხული და ზოგი ორგანიზებულ დამნაშავედ ხო მაგრამ საზოგადოებას უწერია გადარჩენა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ემილ ზოლა და პიკარი ეყოლება თუ ემილ ზოლა და პიკარი არის ამიტომ მინდა ვუთხრა მადლობა მაგალითად გიგი გიგიაძეს რომელიც წამოვიდა საგარეო საქმეთა სამინისტროს თქვენ რომელმაც ეცადეთ რომ საქართველოს სახე მაქსიმალურად შენარჩუნებული ყოფილიყო გონივრული ვადების ფარგლებში რაღაცნაირად მაგრამ რაღაც დროს თქვით რომ მე თქვენს ადანაშაულებთ ბრალსდებთ სახელმწიფოს იმაში რომ უყალატა სახელმწიფოს ამ შემთხვევაში ჩვენ სხვა кейსი გვაქვს სახელმწიფო ღალატობს სახელმწიფოს იდეას და ამიტომ ვამბობ ასევე ყველა ძალიან დიდი მადლობა იმ ადამიანებს იცით რა ჩვენ მაგალითად ვინც აქეთ მხარეს ვიყავით თქვათ უნდა ვთქვა აუცილებლად რომ ჩვენთვის ვინც ისედაც არ ვიყავით დასაქმებული საჯარო სამსახურში და არ ვქონდა შეხება სისტემასთან იქ არ ვაკეთებდით თქვა საქართველოს არც გზას ვაგებდით და არც საელჩოში და არც შედარებით აი ეს დილემა რომ რაღაცას წამოხვიდე პროფესიულ კარიერაზე უარი თქვა თუ დარჩე არ გვედგა ეს დილემა მაგრამ მადლობა ზუსტად იმ ადამიანებს აი პიკარს ქართველ პიკარებს ასე თქვა ვინც თავის პირად კარიერაზე თქვა უარი იმიტომ რომ საქართველოსთვის დღეს აუცილებლად არ გადარჩება საზოგადოება თუ ადამიანები მაგალითს არ აჩვენებენ. მართალია თქვენი კოლეგებისთვის ეს არ აღმოჩნდა გადამდები მაგალითი ზოგიერთი კოლეგისთვის. მაგრამ დგავად რომ ჩვენ მართლა ის 60 თუ 70 თუ 120 რამდენიც ვიქნებით არ ცხოვრობთ, ჩვენი ბიოგრაფია გრძელდება ჩვენს მერეც და ყველა ადამიანს უნდა რომ ზოლა ალბათ ესეც ცხოვრობდა რომ 100 წლის და 200 წლის მერეც ყოფილიყო მისი მაგალითი
ადამიანობის და ვაჟკაცობის მაგალითი, ხო? გულწრფელად რო გითხრათ, ჩემი გადაწყვეტილების მიღებისას არც ჟორჟ პიკარი გამხსენები, არც დრეიფუსი და ზოლა, მაგრამ მე ყოველდღე მახსენდებოდა ის, რომ რას მკარნახობდა ჩემი სინდისი და როგორც კი დავინახე, რომ დისონანსი იყო ჩემს შინაგან რწმენას, ჩემს გულწრფელ განზრახვებს და სურვილებს და სახელმწიფოს მიერ ოფიციალურად განცხადებულ კურსთან შეუსაბამობა დავინახე განცხადებების და ასე შემდეგ ვიფიქრე, რომ მე ვეღარ გავაგრძელებდი თანამონაწილეობას და რომ არ მეთქვა ესეც არაპირდაპირ გავხდებოდი იმ საქმის მონაწილე, რომლის თანაავტორობის სურვილი არ მქონდა. კი და სხვათა შორის ალბათ არც პიკარს გახსენებია, მაგალითად კალვინის საქმე და ვოლტერის, მაგრამ საკუთარი სინდისი გამსგავსებს მერე სხვა ასეთ ადამიანებს, ვინც ხმა ამოიღო. ემილ ზოლაც იყო ადამიანი, მწერალი, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ვერ იცხოვრებს სხვანაირად და ვერ იცხოვრა სხვანაირად, ადამიანს მოუწია ყველასათვის ეს არ იყო ვიღაც კაცი, ეს იყო საფრანგეთში ცნობილი საყვარელი მწერალი, ავტორიტეტი და იმიტომაც ესე იგი ისეთ ისტერიკაში ჩავარდნენ აი ეს სახელმწიფოს სტრუქტურები, რომ ამ გაზეთს ორ-ორის ტირაჟებს ყიდულობდნენ და წვავდნენ 300,000 გაიყიდა. ეს არათუ მე-19 საუკუნეში 21-შიც არის წარმოუდგენელი, აი ამიტომ ეს არის მედიის ძალა. წარმოუდგენელი მონაცემებია, ხო? ემილ ზოლამ ძალიან კარგად იცოდა რაც ელოდა და ფაქტობრივად პირდაპირ მიუთითა გვარები, რომ ბრალსდებ ამას ამისთვის, ბრალსდებ მერსიეს იმისთვის, რომ ის დანაშაულის თანამონაწილე გახდა და ასე შემდეგ. ძალიან მკაცრად თან ტონი შეარჩია, სპეციალურად მე ჩემ სტუდენტებთან ვარჩევდი მე ამ ტექსტის ანალიზს, რომ სპეციალურად ყველა თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი ლიტერატურული თვალსაზრისით, აღქმის თვალსაზრისით, რომ ეს პუბლიცისტიკა იყო, რომ ბრძანებითი კილო გამოიყენა და სხვა ძალა მისცა. ანუ ეს ფაქტობრივად იქცა ერთგვარ მორალურ მოქალაქის, რესპუბლიკის მოქალაქის სინდისის და თავისუფლების სითამამის და სიმამაცის მანიფესტად, ხო? მან კარგად იცოდა, რომ მიუთითა კიდეც, რომ მე კარგად ვაცნობიერებ, რომ კოდექსის 30 და 31 მუხლების რა გენიალური ამბავი, როცა ადამიანი აცხადებს, რითი დაიჭერენ. დიახ, რითი დაიჭერენ და ეს აბსოლუტურად გააზრებულად ვაკეთებ ამას. ანუ ფაქტობრივად მან თავი გაწირა, თავისი კარიერა იცოდა მეცნიერებათა აკადემიის წევრი, ანუ უკვდავი იყო ფაქტობრივად, ხო, იმ 40-თაგანი იყო და საპატიო ლეგიონის ორდენი ჰქონდა. ის საქმის კურსიც ხო ამიტომ ჩააყენეს, რომ იქნება უდიდეს ავტორიტეტის სიტყვამ გაჭრას. ის იყო ავტორიტეტი, მორალური ავტორიტეტი იყო და აი ეს პატარა ჟაკუიზმა, ანუ ბრალსდებ ამ აი ხანდახან უნდა ესე შევხედოთ, რომ ხანდახან ნაწარმოების სიძლიერე არ არის იმ გვერდების რაოდენობაში თუ რა სიგრძე ტექსტი არამედ არის თუ რამდენად მორალური სიმართლის ძალას ასხივებს ესა თუ ის დოკუმენტი. შესაძლოა რომ ერთი წერილი იყოს ჭავჭავაძის ერთი წერილი, ან ჩვენი პუბლიცისტების ერთი წერილი და სოლომონ მეორე უნდა გავიხსენოთ, ხო, ხშირ შემთხვევაში რისთვის დაისაჯა რუსეთის ოკუპაციას აღუდგას იმერეთის ბოლო მეფე და იმის რამდენად შეეძლო მასაც არ არის მათ საყვარელი მეფე. გასაგები მიზეზების გამო. არა და ბრძენი იყო კაცი, ხო? და ძალიან მნიშვნელოვანია კი და ზოლას საერთოდ წასვლა მოუწია და ვისაც გონია რომ ქვეყნიდან წასვლა რომელიმე ადამიანისთვის ძალიან არ უნდა იქ სადაც შენი ავტორიტეტი ასეთია და სადაც გახდი ემილ ზოლა იქიდან რომ გაიძვა არ ენდომებოდა ხა ფრანკს რატო ენდომებოდა ინგლისში წასვლა ხო არ უნდა და ძალიან უბრალოდ გრძნობდა რომ მისი განადგურების საშიშროება იყო წეღან დავიწყე და ვეღარ თქვი როცა დააწერინეს რომ უთხრეს დრეიფუსს რომ შენ ბრალი გედებაო მისმა იერარქიისმა ამოიღო და რევოლვერი დაუდო მაგიდაზე იმის მისანიშნებლად რომ შენ შეგიძლია ეს საქმე ძალიან მარტივად დაასრულო
ანუ ფაქტობრივად თუ დრეიფუსი თავს მოიკლავდა, ან გადასახლების დროს თუ სკორპიონი უკბენდა და მორიელის ნაკბენით გარდაიცვლებოდა ან რაიმე ინფექცია, მაშინ მოკვდა კაცი და მორჩა პრობლემა აღარ არის, ჩაითვლებოდა და სახელმწიფოც ამ სირცხვილს გადარჩებოდა. აქვე ვახსენოთ მაშინ კიდევ ერთი კარგი კაცი, რადგან კარგი კაცების ის გვაქვს პოდკასტი, ფორცინეტი, ციხის კომენდანტი, რომელმაც პირველმა გადაათქმევინა დრეიფუს თავის მოკლა, რომ ეს უნდოდა და არ არის გასაკვირი ასეთი შეურაცხყოფა ადამიანმა სიცოცხლის დასრულებით მოინდომეს, ეს იყო პირველი კაცი, რომელმაც უთხრა რომ დაამტკიცებ შენ მე მჯერა რომ უდანაშაულო ხარ, დაამტკიცებ შენ და თავი არ მოიკლა. და გაჭრა, აი ყველა ეტაპზე მე ცოტა ცინიკურად ჟღერდა როცა ვთქვი რომ დრეიფუს რაღაცებში გაუმართლა, მეთქი, იმიტომ რომ ალბათ ამაზე დიდი უიღბლობა რა უნდა იყოს, რომ კატორღაში გაატარებ თუნდაც 5 წელიწადს უსამართლოდ, მაგრამ აი ფორცინედან დაწყებული ზოლათი დამთავრებული მას შეხვდნენ ადამიანები, რამდენიმე ადამიანი, რომელმაც პრეცედენტულად შეცვალა ზოგადად ასეთი საქმეების წარმოება და გახდა მაგალითი, რომ სინდისი რამხელა სიამოვნებად შეიძლება იყოს და ავტორიტეტის გამყარება ადამიანის. და მეც ვფიქრობ, რომ სიმართლე ზოგადად და ეს დიდი ბედნიერებაა ჩემი აზრით ადამიანში, როცა აღმოაჩენ უნარს, რომ შეგიძლია ობიექტური დარჩე, მაშინაც კი, როცა სიმართლის თქმა რაღაც უხერხულობას გიქმნის, შესაძლოა ახლობლებთან, შესაძლოა მეგობრებთან, მაგრამ სიმართლე მაინც როცა არის უპირატესი ადამიანისთვის, როცა სიმართლის თქმა პირდაპირ არის დაკავშირებული ადამიანის სინდისიერებასთან და როცა აი ეს მორალური სტანდარტი არის ჩვენთვის ან კარნახობს თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ, აი ვფიქრობ, რომ აი ეს მუხტია, ეს ნაპერწკალი თუ გვამოძრავებს ადამიანებს, მაშინ უნდა ჩავთვალოთ, რომ სიმართლეც უკვდავია, როგორც და უნდა ვთქვათ, რომ ასევე სამშობლო არის უკვდავიცნება და მარადიული და ყველაფერი წარმავალია, მათ შორის პოლიტიკური ძლიერებაც, ძალაუფლებაც, ყველაფერი და თქვენ შემთხვევაში რომ ვთქვათ, სიმართლე რა იყო, რომ თუ ჩვენ საფრანგეთში ელჩი გვჭირდება, ესე იგი ევროპული ღირებულებების და ევროპისკენ მსწრაფველი ქვეყანა ვართ, ხო? და მე ვუყურე თქვენს ინტერვიუს გოგი გვახარიასთან და ძალიან მნიშვნელოვან რაღაცას მივხვდი, რომ ადამიანი, რომელიც თავისი სინდისის კარნახით მოქმედებს, არ ნანობს, რომ ყველაფერი წყალში ჩაეყარა. ყველაფერი, ანუ მთელი ეს ამ ენის სწავლა, კარიერის თან ჩვენ ვიცით, რომ დიპლომატიური კარიერა და ჩვენ მსმენელსაც უნდა უთხრათ, ეს არ არის, აი მაგალითად, როგორიც არის ჩემი სცენარისტის კარიერა, რაღაცას კარგს დაწერ, გამოგივა და მორჩა ტაში და ბედნიერი ხარ. ეს არის ნაბიჯ, საფეხურ, უზარმაზარი დიდი რთული კიბე. თქვენ შემთხვევაში მით უმეტეს და ამ ინტერესს უსმენდი, აი ზუსტად მივხვდი ერთ რამეს და ალბათ ყველა ვინც ასეთი გადაწყვეტილება მიიღო და ალბათ არც ზოლე არასდროს არ ნანობდა და არც პიკარი, რადგან გააკეთეს, რადგან წყალში ყრი გააზრებულად რაღაცას, ესე იგი ეს სასწორზე გადაწონა საკუთარმა სინდისმა და არა მართლა დასანანი ახლა მთელი ცხოვრება რომ რაღაცას მიუძღოდა, ვიღაც არარაობა მერე რომ გადაწყვეტს რომ უცებს სხვანაირად უნდა განვითარდეს თქვენი ბედით, ჩემიც და ამ ქვეყნისაც ცოტა რთული გადასახარშია, ვისაც ეს არ გამოუცდია, ვერც მიხვდება. მაგრამ ნუ აი სინდისის ხიბლი კიდე სხვა რაღაცა. ჩემ პარალელს ნუ ახლა არ მოვიყვანდი, მაგრამ ახლა სწორედ ცოტა ხნის წინ ერთმა კეთილის სურველმა მითხრა, რომ აი მაინცო ძლივსო, აი წარმოიდგინე, საიდან მოდიხარო, საიდან დაიწყეო, ერთი გორელი, ესე ვთქვათ, დედა-იმამაით ლაპარაკობდი და ახლა ელჩი გახდიო და ახლა დიპლომატიაში ელჩობა არის მწვერვალი და აი როგორ რის გამო და ამის გამო შენ ფაქტობრივად პროფესიული ხარაკირი ჩაიტარეო, ესე მითხრა და აი მე ვუთხარი, კარგია რომ ხარაკირი ახსენე, მეთქი ხა თუ შენ გესმის რაც არის, მეთქი ხარაკირი რის გამო ციკლავენ ღირსების და ვისთვისაც ღირსება ცოტა ისეთი განყენებული ცნება და ვისაც არ ესმის ღირსება რა არის, იმისთვის ჩემი ნაბიჯიც უბრალოდ
ბანალური თვითმკვლელობა შეიძლება პროფესიული აღმოჩნდეს და უბრალოდ ამ ამ ადამიანებს არის პიკარზეც ხო ფიქრობდა ზოლეს რა გინდა შენთვის ხარ კარგად ხარ საქმეს აკეთებ თავით შეგილია მოიტყუო რომ აი ისეთი ტექსტი მაქვს დასაწერი რომ ეხლა მე ორ-ორისთვის სტატიისთვის არ მცალია ამ პიკარმა საფრანგეთს დასაბრუნებელი აქვს ელზას ლოტარინგიის მიწები რა დროს ხო აი ეს ყოველთვის შეიძლება თავი გაიმართლა მაგრამ ეხლა მართლა ეხლა რაღაც აღსარებას ცნობდა ერთხელ ყავდა ნანახი არ იცნობდა არავის იცნო თვითონ წერს კიდეც რომ არც ერთ ამ ადამიანს მე არ ვიცნობ არანაირი პირადი ან ბოღმა ან რამე შური ან რამე შურის ძიება არ მომძრავებსო უბრალოდ მისთვის იყო ამოსავალი და აი ამითი დავიწყეთ და მივდივართ აქამდე რომ მისთვის ამოსავალი იყო სიმართლის თქმა რომ არანაირი მიზეზი არ არსებობს სახელმწიფოში იმისთვის რომ უდანაშაულო ადამიანი გაიწიროს და რომ ადამიანებს არ ჰქონდეთ გამბედაობა იმის რომ თქვან სიმართლე თუ რას ფიქრობენ მათ შორის აი ფიქრობდი ხა მე ვის შეიძლება რამე მოუწოდო მაგრამ ფიქრობ რომ ის ადამიანებიც ის ინტელექტუალები ხო არიან წერილები ხელოვანები რომლებიც გასაგებია რომ ამ ხელისუფლებას ეს კიდევ ერთხელ ვამბობ არ არის არც ამ ხელისუფლების ექსკლუზივი იყო წარსულშიც ესეთი გადაცდომები არის ეხლაც და იქნება სამწუხაროდ მომავალშიც იმიტომ რომ არავინ ვარ დაზღვეული რომ რაღაც ისეთი სისპეტაკის და გმირული ღირებულებებით აღტკინებული და ანთებული პოლიტიკოსები მოვლენ იმიტომ რომ პოლიტიკოსი კარიერისტი პოლიტიკოსი ყოველთვის რაღაც საკუთარ პოლიტიკური ტრიუმფის აი იმ ინტერესს და სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესს ხშირად ურევენ ხოლმე ერთმანეთს და ფიქრობ რომ აი ეს ინტელექტუალებიც ეს მოაზროვნე ხალხი რომელთა სიტყვას განსაკუთრებული ძალა აქვს მათ აქვს თითო მწერალს თუ თითო ხელოვანს რომელსაც უკვე თავის შემოქმედებით რაღაცა წვლილი აქვს რაღაცა განაცხადი აქვს ესე ვთქვათ სოციუმში გაკეთებული მას ერთმა რევლივით ყავს გარკვეული რაოდენობის ადამიანები რომელიც მისგან მართალი სიტყვის გაგონებას ელიან. აი ამ ადამიანებს აქვთ არა მარტო ეს არ არის მხოლოდ გამბედაობა ან რაღაც ერთგვარი ვაჟკაცობა რომ თქვას ეს ვალდებულება მათი როგორც ინტელექტუალის რომ სიმართლედან თქვან თუნდაც ის 10-დან 5 ან 10-დან 3 რაც არ მოწონთ რაც მიაჩნიათ რომ აი ეს ამ ადამიანებს აი დაუშვათ არ მინდა გვარები თქვათ მაგრამ რის გამო ყავს ციხეში ადამიანები და რომ შედარება ხდება ვიღაცას დაუშვათ ერთი ქალბატონის სილისგან ამ ხელა სასოწარკვეთილი ვარ გუშინ კომენტარები რომ ვნახე ლოყა ეწვა ხო აი კომენტარები ძია რომ დატოვეს ამაღლობელი ციხეში ჩვენ ახლა გავდივართ რა ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი დრეიფუსის საქმეები აქ სხვადასხვა მოტივაციით ნაკარნახე და თქვენ რო ახსენეთ რომ ვაჟკაცობა ეს არ არის და ეს არის ინტელექტუალური ვალდებულება აი ჩვენ რომ მივალთ ამ კონდიციამდე სადაც ყველა ინტელექტუალის ვალდებულება იქნება საკუთარ სინდისთან ჰარმონიაში ყოფნა უკვე შეგვიძლია ვთქვათ რომ დემოკრატიაში გადაცდენებზეა საუბარი თორემ ავტოკრატიაში უკვე ცარიელი ფურცლით დადგომა შეიძლება იყოს ვაჟკაცობა და გმირობა. კი, მიხვიდე ისეთ აბსურდამდე, რომ უბრალოდ რომ დაწერო რა კარგია მშვიდობა, არა ომს, რაც რუსეთში ხდება, იყოს გმირობა. იმიტომ რომ ამის გამო თუ გიჭერენ, კი, გმირობა. ამის გამო თუ კარიერას წყალში გიყრიან, კი. თუ ქართველი დიპლომატები, ქართველი მწერლები ამის გამო სასჯელს არ მიიღებდნენ, ეს იქნებოდა ინტელექტუალური ვალი. მაგრამ თუ ისევე როგორც ახლა ვთქვათ პიკარის და ზოლას წერილზე თუ ახალი გამოძიება დაიწყებოდა ეს ვაჟკაცობა კი არა უბრალოდ ინტელექტუალური ვალის მოხდა იქნებოდა მაგრამ როდესაც შენ ამის გამო რაღაცაზე უარს ამბობ ნიშნულობაზე რაზეც ცხოვრება დაუთმე ეს უკვე არის იმამაცი არ უნდა დავაკნინოთ ასეთი რაღაცები ამიტომ შესაძლოა არ არიან დარწმუნებულები საკუთარ სიმართლეში ვთქვათ და აი ეს კომენტარები რაც გუშინ ნახე აი ვერ მოვითმინე და დავწერე რომ ეს არის აი საქონლებივით იქცევიან უკვე ადამიანები როდესაც აბსოლუტურად უდანაშაულ მეგონა რომ მაგალითად როცა პრობლემა ქონდათ პოლიტიკოსების მიმართ მიხეილ სააკაშვილი იქნებოდა თუ ნუ მეგონა რომ ეს არის განპირობებული რაღაცა პოლიტიკური წარსულით
და აი მზია ამაღლობელზეც რომ წერენ, რომ კარგია რომ ციხეში ზის, ეს არის ორი რამის მაჩვენებელი, აი ეს როგორ მოხდა დეჰუმანიზაცია, რაც ახსენე და მეორე როგორ მუშაობს მედია. რამხელა მნიშვნელობა აქვს და მედია რომ მუშაობს და ავტორიტეტები რომ მუშაობენ, ეს უნდა გაითვალისწინოს იმ ძალამაც, ვინც თქვენ როგორც თქვით, ავტორიტეტია ამ ქვეყანაში. იქნება ეს ვარსკვლავი, მწერალი, დუმილი კარგია იქ, სადაც ლაპარაკი აფუჭებს საქმეს. იქ არის დუმილი ყოველთვის ბრძნად დაყუდება თუ დუმილი და გაჩუმება კარგია იქ, სადაც ლაპარაკისთვის არის ჯები. და სადაც ლაპარაკისთვის ისჯები, ხო, იქ გაჩუმება ძალიან ცუდი ნიშანია, ხო? ეხლა საბჭოთა კავშირის დადუმებული იყო ყველა, მაგრამ არა იმიტომ, რომ რამდენი ბრძენი ყავდა, ხო? და ძალიან მნიშვნელოვანია, ვფიქრობ, აი ამ ამბის კიდევ უფრო მეტი ტირაჟირება, ასე თქვა, ჩვენი მხრიდან, იმიტომ რომ ჩემთვის პიკარი არის, აი, ერთგვარი სტანდარტი მაგალითად. პიკარით დაიწყო ეს და რა თქმა უნდა, ზოლაც და მე უკვე ისეთი ის გეუფლება ეჭვებიც, რომ ზოლა მოკვდა აი ამ რაღაც გაზის გამონაბოლქვით და რაღაცა გონი შევჭამეთო ბოლო სიტყვები ესეთ იყო რაღაცა ხდებოდა რაღაცა გვაწყინა რაღაცა ისეთი მეტაფორული ფრაზა იყო რაღაცა ცოლთან ერთად სახში, მაგრამ ესეც და ეჭვი არის რომ და შემდეგ კარგახნის შემდეგ მებუხრეს ერთ-ერთმა მებუხრემ თქვა რომელიც იყო გაქანებული ანტისემიტი და ამ ანტისემიტური მოძრაობის წევრი ჩვეულებრივი მუშა იყო მან თქვა რომ ისე გძულდაო ეს ზოლაო ამის გამო რომ ვიღაცა ცინგლიანი დრეიფუსი დაიცვაო ეს მოღალატე ისო რომ ჩვენ რომ მის ბუხარს რო წმედითო სპეციალურად ამოვქოლეთო ბუხარიო რომ არ გასულიყო კვამლი და კვამს და შესაძლოა რომ ეს ყოფილიყო ანუ ეს უკვე კარგახნის შემდეგ აბსოლუტურად ლოგიკური შეიძლება ყოფილიყო მით უმეტეს ეჭვი გიჩნდება რომ ეს დევნილი უბრალოდ იყო ეჭვებიც რომ ეს ხომ არ იყო უფრო პოლიტიკური წრეებიდან მისი თავიდან მოშორების როგორც თან ძალიან პოპულარული გახდა ემილ ზოლა მის სიტყვას ანგარიშს უწევდნენ აქ არსებობს ის სიმართლე, რომელიც ზუსტად გეცოდინებთ, რომ ეს შეიძლება იყოს პირადი ვიღაც უვიცი შურისძიება, პოლიტიკური შურისძიებაც და ბანალური შემთხვევებიც. ეს ბანალურიც ის რომ ეგეთი ჩვენ ისტორიაში ყოფილა, რომ ადამიანი გაზით გაიგუდა და მე აბრალებდნენ ამას პოლიტიკას. და არც არის, ხო, ამიტომ არ ვიცი. რაღაც ბანალური მიზეზი იყო. კი, და კიდევ ასეთი წესი აქვს ავტოკრატიას. და არა ჯანსაღ საზოგადოებას, რომ ვიღაც რომ მოკვდება ცნობილი, ჯერ ხო ვერ იგებ რომ მოკვდა რაღაც დღეები შეიძლება გავიდეს და ვერ გაიგო. რუსეთში ასე ხდება, ვიღაც რომ მოკვდება, დიდი ხანი არ იცი. მოკვდა, გადმოვარდა, გადმოაგდეს, ავადი იყო, მოიშორეს თავიდან. ეს ხო არ იცი და მე სიმართლესაც იცი რომ ვერ დაადგენ და წყევლა არის ტყუილში ცხოვრება. ნამდვილად და ამიტომ ძალიან ხო წყევლა და ჯოჯოხეთი როცა ისე ცხოვრობ როგორც რომ ყოველ დილას სარკეში საკუთარი ანარეკლი გეუბნება რომ ეს რომ გესმის საკუთარი თვალები ვიღაცებს ამაზე ეცინებათ ვინ ვარ მე რომ არის საკუთარი თავის ანუ მე ის ვარ ვინც მე მგონია რომ ვარ თუ ის ვარ რასაც სარკი აირეკლავს თუ სხვებს რო გონია რომ ვარ აი ამ სამივესნაერთი რაღაცნაირად გიტრიალებს თავში ყოველ დღე და ფიქრობ რა საქმეს მემსახურებ მეც კარგახანს მართალი რო გითხრათ ფიქრობდი რომ მე მაინც ჩემ საქმეს გავაკეთებ და როცა გძნობდი რომ დაიწყოს საკანონმდებლო ინიციატივები და ვფიქრობდი რომ ეს რაღაც თითქოს ჩვენ თვითონვე საბოტაჟს უწყობდით ჩვენივე არჩეულ კურსს იმიტომ რომ ისეთი კანონების ინიცირება დავიწყეთ, ისეთი განცხადებები და ვფიქრობდი რომ ეს არ იყო კარგი პერსპექტივის მომასწავებელი და მე ხეს ჩემი პროფესიული ჭრილიდან ვუყურებდი რა დაბრკოლებებს შეიძლება შევხვედროდი ჩემს ყოველდღიურ საქმიანობაში რომ იქ ჩემს პარტნიორებს ისეთი გამალებული სამუშაო გრაფიკი ჰქონდა რომ დამერწმუნებინა საფრანგეთის დიპლომატიური კორპუსი უწყება და
ყველა ჩემი ესე ვთქვათ თანამსაუბრე იქ რომ ჩვენი განზრახვები იყო გულწრფელი ევროპაში, ევროკავშირში ინტეგრაციის და ამ დროს ზურგს არათუ არ გიმაგრებს ეს პოლიტიკური განცხადებები, არამედ რაღაც თითქოს დინების საწინააღმდეგო განცხადებები კეთდებოდა და მე აი ამ ყველაფრის ფონზე უნდა მაინც მომეხერხებინა და მიმეყვანა ბოლომდე ეს კანდიდატის სტატუსი. და ეს სკეპტიკურად განწყობილი საფრანგეთი, ხა რა თქმა უნდა ეს ჩემი დამსახურება არ არის რომ საფრანგეთი შემოbrunდა, აგერ საცოდავი უკრაინელი ხალხის ფაქტობრივად ომის სიმწარის ხარჯზე მოხდა რომ ევროპა სხვანაირად შეხედა და ჯერ კიდევ შეხედვის პროცესშია, უნდა ჯერ ესე კიდევ გამოღვიძების პროცესშია ევროპა, ახლა მაგის დრო არ არის, თორე ევროპაზეც შეგვიძლია ერთი-ორი კრიტიკული კი, და ფრანგებს და გერმანელებს ხო ეს რუსები რაღაც ვნებიანად უყვართ უკვე 2 საუკუნეა, რაღაცნაირად ქვეცნობიერად. ეგეც კი, ჯერ კიდევ ვერ იჯერებენ, როცა ძალიან გიჭირს რომ ვიღაცა რო გიყვარს და არა ის ამას არიზავდა, რომ ფიქრობ რომ ნატო არ უნდა იქ. და ვფიქრობდი აი რომ წარმოვიდგინე ემილ ზოლა რო იყოს დღეს და ის იყოს ქართველი რა სიტყოდა და ის ასევე შეუძახებდა და ბრაზდასდებდა ევროპასაც რომ დღეს ევროპისთვისაც არის სიმართლის თქმის დრო ევროპამაც უნდა თქვას მართალი სიტყვა და არ უნდა შეეშინდეს და ის შიში უნდა დაძლიოს რა შიშიც აქვს და პირდაპირ დაარქვას სახელი თავის შიშსაც და იმ შიშსაც რისი რა პერსპექტივის შიშიც აქვს და ევროპას ასევე უნდა ეყოს ჭკუა და ქართველი ახალგაზრდებისგან ისწავლოს შეუპოვრობის მაგალითი აიღოს იმ ახალგაზრდებისგან, ვისაც კბილებით უჭირავს დღემდე ევროპა, ევროპული იდეალები და ევროპული ღირებულებები და ევროპაში დღეს ხვდებიან, რომ აი ნამდვილი ევროპელები ყოფილან თურმე ქართველები, რომლებიც ყველაფრის მიუხედავად ყველაფერს წირავენ, მიდიან პირდაპირ პატიმრობაზე, აი ტოვებენ ოჯახებს, სამსახურებს და იმ იდეალებს ეწირებიან, ან ფაქტობრივად წირავენ საკუთარ კომფორტს, კეთილდღეობას. თქვენთან მაქვს ერთი ასეთი კითხვა, თუ არ გეუხერხულებათ არ მიპასუხოთ, ან თუ ეს არ შეიძლება, მაგრამ თუ გქონდათ თქვენი წასვლის მერე, თქვათ ფრანგი კოლეგებისგან, დიპლომატებისგან და პოლიტიკოსებისგან, რაიმე გამოხმაურება ან კითხვა, რატო მოხდა ასე, თქვენ რატო თქვით ასე წარმატებულ კარიერაზე უარი? კი, გქონდა ესე საუბრები მართლა რო გითხრათ. ანუ რო ქვეყნის კურსი რო მართლა შეიცვალა, ეს თუ გაიაზრეს თქვენი ნაბიჯით, ეს მაინტერესებს. ისინი ჩემს გადაწყვეტილებამდე ხვდებოდნენ. მე ბოლო 1 წლის განმავლობაში ფაქტობრივად ვცდილობდი ისინი საპირისპიროში დამერწმუნებინა და ჩემთვის გაგრძელებაც იმიტომ გახდა ძალიან რთული, რომ მე ფაქტობრივად პირველი ინიცირებული კანონი უცხოელ აგენტების შესახებ რომელიც პარლამენტმა უკან გაიწვია, მე დიდი სიხარულით ეს გადაწყვეტილება პარლამენტის რო ეს კანონი აღარ იქნებოდა მიღებული, სიხარულით ჩამოვატარე და ყველგან როგორც ქართული დემოკრატიის გამარჯვების პროექტად გავყიდე, ესე ვთქვათ. რო თქვი რომ აი დაადასტურა ქართულმა საზოგადოებამ, მათ შორის ჩემმა ხელისუფლებამ. ეს იყო დიდი შეცდომა თქვენი, ესეც უნდა ვთქვათ, რომ თქვენს იცით რა, ჩემთვის მაშინ ხო ყველას გვაქვს რაღაცა მიზანი, ეს მიზანი ხდება სტრატეგია. ჩემთვის ეს სტრატეგია იყო, რომ ევროპას უარი არ ეთქვა ჩვენზე, ჩვენთვის, იმიტომ რომ საქართველოზე თუ კანდიდატის სტატუსზე უარს იტყოდა ევროკავშირის ხელმძღვანელობა, ეს იქნებოდა სიგნალი, ანუ კიც და არაც იყო სიგნალი რუსეთისათვის. ანუ კი კანდიდატის სტატუსი იყო რუსეთისათვის სიგნალი, რომ ჩვენ გვაინტერესებს, ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველო, მნიშვნელოვანია რომ საქართველო ევროპული ღირებულებების ერთგული ქვეყანა დარჩეს და არაც მნიშვნელოვანი სიგნალი იქნებოდა რუსეთისთვის, არა იქნებოდა ის რომ აი მე შენ მოგიგდე საქართველოს აჯიჯგნად, რაც გინდა ისქენი, მე არ მაინტერესებს საქართველო, არ მაინტერესებს როგორი იქნება ქართული საზოგადოება ხვალ. და ჩემთვის ეს იყო ფაქტობრივად ჩემი ქვეყნის გადარჩენის შანსი და კარგად ვაცნობიერებდი, არა ვარ ახლა გუშინდელი, არც გუშინდელი დაბადებული და არც დიპლომატი გუშინწინდელი, რომ ამას ვერ ხვდებოდე რა რთული გზაა ჯერ საბოლოოდ ევროკავშირში გაწევრიანებამდე, რომ თუნდაც ევროკავშირში გაწევრიანება არ იქნება ჩვენი ყველა
პრობლემის დასასრული და ყველა პრობლემის მოგვარება, მაგრამ ჩვენთვის ეს ევროპული გეზისადმი ერთგულება ჩემთვის იყო საშუალება, რომ გავზრდილიყავით, წინ წავსულიყავით პროგრესის გზით გვევლო ევროპული ღირებულებების ერთგულებით. ეს ერთი მხრივ ჩვენ როგორც სახელმწიფოს ჩვენი დემოკრატიის ჯანმრთელობის ხარისხი გაიზრდებოდა, ეს იყო ჩემი მიზანი და პარალელურად ამ გზის, ამ რთული გზის პარალელურად ჩვენ ნელ-ნელა ვშორდებოდით იმ ორბიტას, საითაც ნელ-ნელა ეს უკვე კაპიტნის გარეშე დარჩენილი ნავით, ინერციით, ისევ თუ მიზიდულობის ძალით, ისევ ის ორბიტა გვიახლოვებს. მაშინ ძალიან ბევრმა ადამიანმა დაიჯერა სასურველი სცენარი, რომ აი უკან დაიხია ბიძინა ივანიშვილმა, იმიტომ რომ ის არის ამ ყველაფრის შემოქმედი ჩემი აზრით. და კიდევ ერთი რაღაც უნდა გამეხსენებინა, საჯარო მოხელე გავიცან, ძალიან კარგი ბიჭი სახელს დაგვარს არ ვიტყვი გასაგები მიზეზების გამო. და რაღაც გულწრფელად წამონცდა ცოტა უტაქტოთ მე როგორც რადიკალ მას ანტი-კოდს რომ მეთქი აი ესეთი ადამიანი რო ამათთან მეთქი როგორ მუშაობდი და როგორ თანამშრომლობდი საერთოდ და მითხრა რომ სანამ ჯეროდა რომ მოდი რასაც ვაკეთებ ახლა ტექნიკურად ვამზადებ ქვეყანას ევროკავშირის მოთხოვნების აი რაღაც ყველა პუნქტი რომ მონიშნული იყოს და ეს ეხებოდა საჯარო სამსახურზე კანონებს ხო მოდი აი ამას ყველაფერს გავაკეთებ რომ პოლიტიკური ცვლილებები რომ მოხდება რაღაც არ იყოს საკეთებელი აი პრაქტიკული საქმიანობა მიყვანილი იყოს როგორც ვიზა ლიბერალიზაცია ხო არ დაიწყო 15 დაიწყო გაცილებით ადრე და რაღაც ნაბიჯ მივედით საბოლოო შედეგამდე, ხო? და აი ეს და როგორც კი დავინახე რომ პირდაპირ მითხრეს რომ ეს აღარ აკეთო, იმ დღესვე უარი ვთქვი, აი დაახლოებით ძალიან გავს თქვენს кейს ასე ვთქვათ, რომ სანამ გჯერა რომ ალაგებ რაღაცას, ნიადაგს ამზადებ, რომელ ნიადაგზეც მე სულ სხვა მთავრობის დროს შეიძლება ამოვიდეს ყვავილები მანამდე აკეთებ და მე უკვე აღარ და მეც ცოტა სხვანაირად შევხედე, მეგონა რომ ვინც საჯაროს, აი ხაც რო ამბობე რომ აი ეს ნაცი იყო და კოცები არ იყო ის არც ნაცი, ვინც მაშინ და არც კოცი არ იყო, ის იყო მედროვე, რომელიც ხვალ ისევ თუ რაღაც შეიცვლება, ისევ იმუშავებს, ამიტომ იდეოლოგიური დაყოფა არის სხვა რაღაც, ტექნიკური მომზადება ქვეყნის ევროკავშირისთვის და აი როგორც ამბობენ ხოლმე, ხო, ესა ჩინური სიბრძნე, რომ ბედნიერება ის კი არ არის რაღაც საბოლოო პუნქტი. თავი აი გზასაც გადიოდე ასე და ეს გზა ჩვენ მიგვიღებენ თუ არა ევროკავშირი და იარსებებს თუ არა 150 წლის მერე თუ 5 წლის მერე თუ ხვალ ევროკავშირი, ეს კი არ ამნიშნავია. ამ იდეალებთან სავალი გზა არის. ზუსტად, რასაკვირველი, ამიტომ დღეს რა თქმა უნდა ცნობიერებთ, რომ ევროპას მართლა ძალიან რთული პერიოდი უდგას, ყველაფერი და ხა ამის მიხედვით ის გათვლა გავაკეთოთ თითქოს რომ ევროპა ისედაც იძირება და ჩვენ გადავჭერთ. ისევ მე მგონი ზოლა პიკარი, ზელენსკი გამოჩნდა როგორც აბსოლუტურად ამ პოლიტიკური დუნე ევროპული ცხოვრებიდან ამოვარდნილი. ბოლოს აი გერმანელ, ფრანგულ, იტალიურ, ყველანაირი ჩინოვნიკები იყვნენ რაღაცნაირი სტატისტები, ხო? და ძალიან შეიცვალა ეს მდგომარე. ხო ხედავთ რომ ეს კიდე ცალკე საშიშროება შეიცავს ეს ქარიზმატული ლიდერებისადმი მოთხოვნილება, მაგრამ მართალია. და ეს გამოფხიზდა აი ამ ომს გარკვეული დადებითი მხარეებიც ეს ქონდა რომ ევროპა ფაქტობრივად გამოფხიზდა და ის რომ ტრამპმა ფაქტობრივად ხელები დაიბანა, ასე ვთქვათ, საკუთარი პასუხისგებლობის წინაშე დატოვა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და უთხრა რომ ამიერიდეთ თქვენ უკვე დიდები ხართ და ხანიბანს ხანისევისთვის ვერ გაიგებ რასიზმს. იმიტომ რომ ელექტორალური პერიოდის დაპირებები და შემდეგ უკვე რეალურად რომ გაიაზრებ სახელმწიფო უსაფრთხოების და სახელმწიფო ინტერესების მთელ პაკეტს მე უკვე ცოტა სხვაგვარად ხო მე ხვდები რომ სატელევიზიო შოუში კი არ ხარ გასაკვირველია ხო და ის რომ ხა ევროპას მოუწევს რომ ცოტა სხვანაირად ცოტა პრაგმატულად რეალობის გააზრებით მიხედოს და არა ის რომ ხა ჩვენ რო ვეუბნებოდით 2008 წლიდან მოყოლებული ვცდილობდით რომ ეს ეგრძნო ევროპას ეს საფრთხეები, რაც ჩვენ უბრალოდ ეპიცენტრში ვიყავით და ვგრძნობდით და ჩვენ გვეგონა რომ ხშირ შემთხვევაში დავღალეთ ისინი ამბობდნენ რომ ეს ქართველები ისე დაგვიწყებენ მე მახსოვს რომ
2019 წელს, როცა ბრეგანსონში პუტინს უმასპინძლა მაკრონმა, მე მივედი, ეხლა პირველად ვამბობ ამას არასდროს მithქვამს, საგარეო საქმეთა სამინისტროში მივედი და მთელი პაკეტით ჩემი მოთხოვნების და უთხარი რომ ეხლა თქვენ როგორც კი გავიგე რომ უნდა შეხვედრო და იქ მიიღო ერთგვარი რესტარტი, ოღონდ ფრანგული რესტარტი იწყებოდა მოსკოვთან, ანუ ეს მცდელობა იყო მაკრონის მხრიდანაც, პირველად ვერსალში ძალიან ცივად მიიღო პუტინი და პუტინი ძალიან გაბრაზდა იმ ვიზიტის შემდეგ და შემდეგი ვიზიტი ესე ემართებათ პოლიტიკოსებსაც სარკოზიც თავიდან ამბობდა რომ ხელს არ ჩამოვართმევო და მე მოსკოვში ერთ-ერთ კონფერენციაზე აღიარა ყირიმი რუსეთისაო და ამაზე საერთოდ რატო ვდაობდო და როცა ბრეგანსონში უნდა მიიღოთ ჩემი როგორც დიპლომატის მოვალეობა იყო რომ ფრანგებისთვის მეთხოვა რომ იმ სასაუბრო ელემენტებში შეეტანათ საქართველოს საკითხიც უკრაინასთან მაშინ სირიის კრიზისი იყო გამწვავებული და ვიცოდი რომ ისინი უფრო სირიაზე ისაუბრებდნენ უკრაინაზე და უთხარი რომ საქართველოს არ უნდა გაქრეს რადარებიდან და ისევ შეიტანეთ იმიტომ რომ მედიატორი ქვეყანა იყავით და ის რომ რუსეთი არ ასრულებს ნაკის ვალდებულებებს და ასე შემდეგ ჩაწერეთ შეიტანეთ მეთქი და ჩაწერეთ და როგორც ჩანს მაშინ როცა ისინი განწყობილები იყვნენ რომ ის გადატვირთვის და უფრო დათბობის პერიოდი დაეწყოთ იმიტომ რომ რუსეთი საინტერესო ბაზარია ანგარიშგასაწევი პოლიტიკური ქვეყანა ტერორიზმთან ბრძოლაში სხვადასხვა ასპექტებში ბუნებრივია ეს ჩვენ ვიცით რომ ესე და პირდაპირ მითხრეს ვიცით რა ახლა მოდიო ჩვენ მე უფრო მეგობრულად გეტყვიო მითხრა როგორც დიპლომატი ეგრე გითხრაო თუ როგორც უფრო მეგობარიო და იცი რაო ჩვენ საფრანგეთსო მითხრა რუსეთიო ზოგადად გვიყვარსო ჩვენო აქო ვიცით თქო და მე ვთხარი ეს არაფერ შუაში არც ჩვენ გძულს მეთქი რუსული კულტურაო და ასე შემდეგ და მე ვთხარი რუსული კულტურა ტოლსტოი და სოლჟენიცინი ერთია ანუ ჩვენ მაშინ ვამბობდი დღეს უკვე აღარ ვიმეორებ, მაგრამ ხშირად ვამბობდი ხოლმე რომ ქართველი ერი კარგად არჩევს პუშკინის რუსეთს და პუტინის რუსეთს მეთქი, ანუ პუშკინი და პუტინი ერთმანეთში არ გვერევა. ეხლა დღეს უკვე მე წამეშალა ეს ორიენტირები და უკვე პუტინის პუშკინის პუტინი მგონია ხო, ასე რომ იმპერიალისტურ ამბავში. ხო, ისეთმა უფლებადამცველმა ადამიანებმაც თქვეს რომ ყირიმთან დაკავშირებით მეც იგივეს გავაკეთებდიო რომ უკვე არ ვიცი იქ აი ეს არის ხო და ფრანგებმა გვითხრეს რომ ეხლა იცით რა არისო ჩვენ რუსეთთან დათბობას ვაპირებთო და ესეთ საკითხებს რომელიც უფრო განწყობას გააფუჭებსო არ ვიცი რამდენად ღირსო რომ შევიტანოთ ეს საკითხებიო და მე გამახსენდა ამ შემთხვევაში ის 30-იანი წლები როცა ჩვენი პირველი რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები კიდევ სულ დადიოდნენ, ეუბნებოდნენ აი იმ კონფერენციაზე, ესე თქვით და ასე შემდეგ. 33 წელს როცა საფრანგეთმა საბჭოთა კავშირთან გააფორმა ხელშეკრულება, იმიტომ რომ უკვე საბჭოთა კავშირი ფეხზე დამდგარი ანგარიშგასაწევი სახელმწიფო გაჩნდა რუკაზე, უთხრეს ქართველებს, რომ იცით რა, ხე ჩვენ რუსეთთან ვაპირებთ ურთიერთობებს და ფეხებში ნუ აღარ მოგვედებითო ფაქტობრივად უთხრეს, იმიტომ რომ ერთ-ერთი პუნქტად შეიტანეს, რომ მხარეები ვალდებულებას იღებდნენ, რომ მათ ტერიტორიაზე არ იმოქმედებდა ერთ-ერთი მხარის კი, მაგრამ აი პროპაგანდის თავარი არგუმენტიც ერთ-ერთი ეგ არის ხოლმე, რომ აი ჩვენ არ ვჭირდებით ევროპას და ადვილად გაგვყიდის და ამიტომ ხშირად მეც მიფიქრია ხოლმე რომ აქცენტი ხო არ ჯობია გავაკეთოთ იმაზე, რომ ჩვენი გზა გვაქვს ევროპისკენ და ხვალ დღეს მაკრონია და გუშინ. ეხლა თავის დროზე თავარი რაც ფაქტად ვიცით, ფაქტად, რომ 2008 წელს ძალიან დიდი როლი ითამაშა მათ შორის საფრანგეთმა და ეს ამბები მოსმენილი გვაქვს ინტერვიუში ხა თქვენს მიერ მოყოლილიც სარკოზის ჩართულობა ამ ამბავში და მისი შანსები, რომელზეც ესაუბრეთ და ასევე ყველა ევროპელი პრეზიდენტი, რომელიც აქ ჩამოვიდა და ამერიკული გემი, რომელიც აქ შემოვიდა და ასე რომ ჩვენი მეგობრები მაინც როგორც უდადაც არ უნდა იქცეოდეს ევროპა, კარგად მოქცეულ რუსეთს კი ყოველ გვირჩევნა, იმიტომ რომ არც ერთ ევროპულ სახელმწიფოს არ აქვს საქართველოს გაბანძების, გაუბედურების და
ჩამოშლის გეგმა, განსხვავებით რუსეთისგან. ისინი შეიძლება ჩვენ ნაკლებ მეგობრობას გვთავაზობდეთ და ჩვენ უფრო მეტად გვიყვარდეს და ვემეგობრებოდეთ ვიდრე ისინი, მაგრამ ჩვენთვის დღეს საუკეთესო პარტნიორი არის დასავლეთი და არა გაურკვეველი და კორუმპირებული აღმოსავლეთი. არა იმიტომ, რომ რაიმე ფობია მომოძრაობს, ამას ვამბობ, იმიტომ, რომ არ არის გამჭვირვალე პროცესები ასეთ ქვეყნებთან, სადაც არ არის დემოკრატია. აი ან ეპლბაუმის წიგნში როა რომ გერმანიას და ევროპას ზოგადად ეგონა რომ ეკონომიკური ურთიერთობები დემოკრატიის ექსპორტს შეძლებდა პირიქით მოხდა რუსეთმა შეიტანა თავისი ავტოკრატია ევროპაში და ხან რომელ პარტიას გადაწვე საფრანგეთში ჩემზე კარგად თქვენ მოყვებით ამაზე და გეცოდინებათ და ალბათ ხშირად გითქვამთ კიდევაც ეხლა ლეპენიც და AfD-ც და ბევრი ევროპული პარტია პირდაპირ კავშირში იყო პუტინთან, ხო? ამიტომ, მაგრამ ჩვენ როცა გადავდივართ ხოლმე აწმყოზე რომ გადავდივართ ხოლმე და გვავიწყდება ჩვენი თემა უკვე ნიშნავს რომ პოდკასტი დასასრულისკენ მიდის, იმიტომ რომ მე სპეციალურად ვარჩევ ხოლმე ტექსტებს, წიგნებს და მწერლებს, რომელიც რაღაცნაირად გულზე მოხვდება ან მალამოდ მოგვედება და მე მაინც ოპტიმისტურად ვუყურებ პროცესებს იქამდე სანამ ადამიანები აი ესე საკუთარი სინდისის ხმას მიყვებიან დრეიფუსის საქმე, დრეიფუსი ალბათ იქნებოდა ჩვეულებრივი სამხედრო თავის წარმატებული სამხედრო კარიერით, რომ არა ის უსამართლობა, რომელიც მას თავზე დაატყდა. და პიკარიც ჩვეულებრივი პიკარი იქნებოდა. პიკარი გახდა ხო მე გახდა მე რა თქმა მინისტრი გახდა და მინისტრის გვარებიც რა ვიცით ეხა ყველა მინისტრის გვარი და პიკარის გვარი ბევრმა იცის იმის გამო რომ ის მარტო მინისტრი არ იყო. ის იყო გმირი თავისი დროის. ნამდვილად. და ემილ ზოლაც იქნებოდა რიგითი კარგი მწერალი, ახლა კი შედის იმ ძალიან ცოტა ადამიან მწერალს და მოქალაქეს შორის, რომელმაც ინტელექტუალური სინდისიერება გვაჩვენა, რას ნიშნავს? მადლობა ჩემს სტუმარს. ინტელექტუალური სინდისიერებისთვის, ჩემთან სტუმრობისთვის. მე ძალიან მინდა მალე მოვიდეს დრო რომ თქვენ ისევ იყოთ ჩვენი ელჩი საფრანგეთში, ეს აუცილებლად უნდა მოხდეს. სამართლიანობის აღდგენა იქნება ეს. ასევე გიგი გიგიაძე დაბრუნდეს ელჩად და ყველა საქართველოს წარმოადგენდნენ ღირსეული ადამიანები, ყველა წესიერი ადამიანი დაუბრუნდეს თავის საქმეს. და მე დავუბრუნდე სცენარის წერას. აი ეს არის ჩემი საოცნებო საქართველო არის, რომ ყველა მაკეთოს ის, რაც თვითონ იცის კარგად. თორე ეჭვი გვაქვს, რომ თქვენ თავრობას უწერთ ხა სცენარებს, იმიტომ რაღაც ესეთი ზედმიწევნით სიზუსტით ახდა თქვენი წინასწარმეტყველებები. ეს არის უბრალოდ მე ძალიან ბევრს კითხულობდი რუსეთზე და ისინი ძალიან ბევრს აკეთებდნენ რუსეთისგან. ასე რომ აქ დეკონსტრუქცია რეალობის ერთი წყაროსგან მქონდა. მეც გიერთდებით ოპტიმიზმში და ვფიქრობ, რომ მე მაინც ეს მშველის ოპტიმიზმი და ის რომ სიმართლე მაინც ივლის და აუცილებლად იპოვის თავის გზას, სამართლიანობა იპოვის თავის გზას. თავარია მალე. ხშირად ვეძებ ხოლმე გარკვეულ ლოგიკას, რომ აი ალბათ მათ ადგილასაც ვაყენებ ჩემ თავს, ვისი ქმედებაც მაკვირვებს და ვეძებ რომ ვიპო ლოგიკა და ზოგ შემთხვევაში მესმის რაღაც ლოგიკა, მაგრამ აი ის რომ ეხა დაუშვათ ხანდახან პოლიტიკურ გუნდს აქვს ცუდება რომ საკუთარი თავი სამშობლოდ წარმომიდგინოს ან სახელმწიფოდ წარმომიდგინოს აი ეს ვფიქრობ რომ არ არის სწორი მიდგომა და ეს მათვე აშვებინებს იმ შეცდომებს რამაც ეს საზოგადოების გახლეჩვა ხოცოს ლოგიკას რაც შეეხება ლოგიკა აქვს სერიულ მკვლელსაც და კონცეფციაც მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ჩვენ ლოგიკა ვიცით ახლა ხედავთ ბიძინა ივანიშვილს უნდა რაღაც ადგილობრივი ფეოდალიზმი და დიდი ქვეყნის კალთის ქვეშ უსაფრთხოდ ყოფნა იმისთვის რომ იცხოვროს ისე როგორც მას წარმოუდგენია იყოს ერთგვარი დემიურგი აქ მაგრამ ჩვენი ლოგიკა აქვს და ქვეყნის განვითარებას პატრიოტის თავისი ლოგიკა აქვს და ეს ქვეყანა ამდენი ხანი იმიტომ არ გადარჩენილა რომ ორყოფეთ იქცეს ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მადლობა ჩვენს სპონსორს მთისწყალს რომელიც ასევე უნდა ვთქვათ რომ სხვა ბიზნესებთან შედარებით იჩენს სიმამაცეს დააფინანსოს კრიტიკული მედიები და არხები პარის სენ-ჟერმენის სპონსორია და ძალიან გვიხარია
ჩვენ ეს რო ასეთი წარმატებული გამოდგა ჩვენი წყალი და ფრანგებიც გაუსინჯავენ გემოს, მიუხედავად იმისა, რომ თავისი წყალიც აქვს და ევიან სამჯობინები. კი და მადლობა თქვენ ჩვენს ერთგულ მაყურებას, ველოდებით თქვენს კომენტარებს, გამოხმაურებას, გამოყვებით და ასე მუშაობს YouTube-ის ალგორითმი, რომ რაც უფრო მეტად დააშიარებთ მეტ კომენტარს, დაწერთ და მოწონებას, მით უფრო მეტ ადამიანს მიწვდება საქვეყნოდ ცნობილი დრეიფუსის საქმის ჩვენეული ინტერპრეტაცია. გემშვიდობებით მომავალ წიგნამდე. მადლობა თქვენ ყურადღებისთვის.